25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა. უკვე 39 წელია ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უწყობა იუბილესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე დანიელმა აყავლინა. უწმინდესის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით საქართველოს, უკრაინისა და კიევის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ონოფრე დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს იუბილე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს. გიორგი მარგულაშვილი და გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები სოციალურ ქსელში მათ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა. პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მის უწმინდესობას ულოცავთ ინტრონიზაციის დღეს, მოგეხსენებათ 1977 წელს არჩეული იქნა საქართველოს პატრიარქად ილია მეორე. უკვე 39 წელია, რაც მისი უწმინდესობა მართავს დედა ეკლესიას, მისი ღვაწლი უდიდესია საქართველოს ისტორიაში. ოსურვე პატრიარქ დიდხანს იყოს ჩვენი წემსი. ეს არ არის მარტო საეკლესიო დღესასწაული. პატრიარქის შემოსვლით საეკლესიო ხელისუფლებაში შემოbrunება მოხდა. ამდენი ტაძრის აშენება, ასეთი ღვაწლი პატრიარქის, ეს ნამდვილად შემოbrunება და გარწყნების თვალსაზრისით. პატრიარქი უდიდეს როლს თამაშობს საქართველოს ისტორიაში, დღევანდელობაში და ის აგრძელებს ქვეყნის სულიერი მამის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას, აერთიანებს ყველა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, ერთობას და რაც თავარია სულიერ სიმშვიდეს. პირველ რიგში მინდა მიულოცო უწმინდეს და უნეტარეს მისი აღსაყდრების დღე და მიულოცო სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქის როლი არის მართლა ძალიან დიდი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებაში. გილოცავთ კიდევ ერთხელ. საზეიმო წირვის შემდეგ საპატრიარქოში მიღება გაიმართა ილია მეორემ უკრაინის და კიევის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს და მის დელეგაციას. უმასპინძლა სტუმრებმა უწმინდეს აღსაყდრების 39 წლის იუბილე მიულოცეს და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცეს. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება ილია მეორემ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღირებულებების დასაცავად ეკლესიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებს პატრიარქმა საჩუქრები და ხატი გადასცა. თქვენო უწმინდესობაო, მინდა მოგილოცოთ აღსაყდრების 39 წლის იუბილე. თქვენი სიტყვა მშვიდად ნათქვამია, თუმცა მას ძალიან დიდი ძალა გააჩნია. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ ჩამოვალ საქართველოში და 85 წლის იუბილესა და აღსაყდრების 40 წლის თავს პირადად მოგილოცავთ. მსოფლიოში გლობალიზაციის გაურკვეველი პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ღირებულებები უნდა დავკარგოთ. ჩვენ ღირებულებები უნდა დავიცვათ და ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია. ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის ფესვები უნდა დავიცვათ. მე ვლოცულობ, რომ უფალმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გააერთიანოს.